ფოტოსაც გამოვიდნენ, რა ტერიტორიაზეა საუბარი. აი ამ ტერიტორიაზეა, ტბასთან ძალიან ახლოს. ისრაელის მოქალაქეების 3 მოქალაქის საკუთრებაში არსებული კომპანია ცენტრი აპირებს აქ უკვე აგარაკების, ანუ სამოსახლო ადგილების სახრების აშენებას და დაახლოებით 60 სახლზეა ლაპარაკი და მე ნაწილ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გაყიდიან. დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე მარინა ლაფანაშვილთან ერთად, რომელმაც პირველმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. მარინა ლაფანაშვილი კონსერვატორების საქართველოსთვის წევრი და დუშეთის საკრებულოს დეპუტატი. ამ შემთხვევაში ეს 9 ჰექტარი როგორ მოხდა, ვის ხელში აღმოჩნდა, ახლა რა იგეგმება, დეტალურად თუ შეგვიძლია რომ გითხრათ. კი ბატონო. ესე იგი, ეს მიწის ნაფართობი თავიდან იყო 10 ჰექტარი მიწის ფართობი 2004 წელს მოხდა მისის იჯარით გაცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსი არსებული მიწის ფართობია ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიჯარო ხელშეკრულება იყო გაცემული 10 წლით, 10 წლის ამოწურვის შემდეგ უკვე ოცნების პერიოდში 2014 წელს მოხდა იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება და ამ იჯარის ხელშეკრულება საიჯარო ხელშეკრულება სანამ ვადები სანამ ამოეწურებოდა 2021 წელს მოხდა მისი სტატუსის შეცვლა სასოფლო დანიშნულების ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს უცვალეს უცებ არასასოფლო დანიშნულებაზე გადაიყვანეს, გამოაცხადეს სასწრაფო აუქციონი, ჩაატარეს უპირობო აუქციონი. უპირობო აუქციონი ნიშნავს ჯაბა რომ შენ არანაირ პირობას არ უდებ ფლობერს მესაკუთრეს ვიზეთ სასხვისებ. ეს 2004-დან ერთ იგივე კომპანიის 2004 წლიდან, იმიტომ არ დავასახელე რომ ზუსტად ეს 2004 წლიდან არის გაცემული შპს ცენტრზე. მოდის და მოდის. მე როგორც ვიცი, ისრაელის მოქალაქეების კუთვნილება არის ეს შპს, 3 მოქალაქე არის, 3-ვე ისრაელის მოქალაქეები არიან. ეს არის მიხაილ მოშარი, დირექტორი ამ კომპანიის შპს-ი მარინე საპირი, რომლებსაც და კიდევ ხოტაველი, რომლებსაც აქვს 33 და 5 ზუსტად არ თანაბრად გადანაწილებული. თითქმის თანაბრად გადანაწილებული პროცენტული მათი წილობრივი პროცენტულობა. ამიტომ ჩვენ არანაირად არა ვართ დარწმუნებულები, რომ თუნდაც ეხლა რა პროექტიც გამოაქვთ და რისი ინიცირებაც უნდა მოხდეს დუშეთის საკრებულოში, შემოტანილია უკვე პროექტის სახით, ეს ყველაფერი გაცემულია ამაზე უკვე იმის ბრძანება, რომ საკრებულოს ხდომაზე გამოვიდეს, განსახილველად ინფრასტრუქტურის ხდომაზე უნდა გამოვიდეს ეს განსახილველად, თუმცა ველოდებოდი და რატომღაც არ გამოიტანეს, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად არ გამოიტანეს, ისე ჩამოიარა მარტის თვემაც, თუმცა 2 მარტს იყო ეს რაღაც ბრძანების ვარიანტივით გაცემული ქალაქის მერისგან, რომ მოხდეს საკრებულოზე განხილვა და ინიცირება, ანუ მშენებლობის დაწყება უკვე თუ რაიმე ხარვეზი აქვს, ესე იგი ამ შპს-ემ ამ პროექტთან დაკავშირებით ამოყრეს. კი, მისი მინდობილი პირი არის წარმოდგენილი, რომელმაც შემოიტანა ეს პროექტი, მათი მინდობილი პირი არის, რომელმაც შემოიტანა ეს პროექტი ჩვენს მერიაში, რომ უნდა მათ ააშენონ სააგარაკე საცხოვრებელ ფართობებად. ეხლა რა არის კიდევ აქ მნიშვნელოვანი, ეს სააგარაკე საცხოვრებელ ფართობებს აბსოლუტურად ყველას ექნება ინდივიდუალურად მისასვლელი გზები, ანუ შემდგომში გამიჯვნა, მიშენება, დაშენება იქნება თუ რაც იქნება იმის ანუ წითელი ზოლიდან გამიჯვნის პერსპექტივა რო კონდეს. მაგიც უკვე მიღებული აქვთ, არანაირი პრობლემა არ არის. ასე რომ თავხედურად ტყუის ჩვენი პრემიერი ურცხვად თავხედურად ტყუის ჩვენი პრემიერი როცა ამბობს რომ 2018 წლიდან თუნდაც მიწები უცხოელებზე არ სხვისდება, თუნდაც ის რომ ჩვენ მხოლოდ არაბებზე ვართ ჩაციკლულები და მარტო არაბები გვაინტერესებს და არიქა არაბიზაციას უყვირივართ, ბატონ პრემიერს ისიც უნდა ესმოდეს რომ მარტო არაბიზაცია კი არ გვაწუხებს ქართველებს ზოგადად, გვაწუხებს ნებისმიერი ერის ჩვენს მიწაზე დასახლება, მათ ფლობელობაში სამუდამო კუთვნილებით მიწების გასხვისება, გვაკითხებს და ნება იბოძონ, მათი შპს-ენ უგონიათ საქართველოს და სახელმწიფო ფლობელობაში არსებული
ფართობები რაც არის მიწაწყალი რაც გვეკუთვნის არის ხალხის კუთვნილება ქართველი ერის კუთვნილება არის ეს ყველაფერი ნება იბოძონ პიარს რო აკეთებენ ხოლმე გზას გააკეთებენ წყლის მილს გაიყვანენ თუ რაღაცა და არიქა და სურათები და რაღაცებით რო ჩამომწკრივდებიან სანამ ასეთი მიწების გასხვისებას მით უმეტეს უცხოელებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოახდენენ დადონ გამოაქვეყნონ და გააკეთონ გამოკითხვა მოსახლეობაში ვის აწყობს რამდენს აწყობს და რამდენს არა აი ეს ჩვენ სასწრაფო წესით ჩატარებული აუქციონი ახსენეთ ადგილობრივები თუ იყვნენ არანაირად არ იყვნენ ინფორმირებული ვისაც ვეკითხები ჯაბა ახლო-მახლო სოფლები ვინც არის აი იცით რომ ბაზალეთში გაგეყიდეთ კიდაც დუშეთში არავინ არ იცი ის იციან იქვე იყო გაყიდული შევარდნაძის პერიოდში სასტუმრო კომპლექსი იყო ნუ იმ ადამიანმა სასტუმრო ააშენა ისე და იყვნენ ქართველები ადგილობრივი მაცხოვრებელიც იყვნენ დასაქმებულები ნუ მე ეს ადამიანი გარდაიცვალა და ეხლა ნამდვილად არ ვიცი ვინ არის მისი მფლობელი ზუსტად მის მომიჯნავედ არის ეს ნაკვეთი არავის არ ეკითხებიან ჯაბა ისე გააქვთ აუქციონზე ისე ყიდიან ჩვენს კუთვნილ მიწას მათი კუთვნილება რო გონიათ მხოლოდ რომ არ ეკითხებიან გაიარონ აი უბრალოდ სოფელში თუნდაც ჩანადირთ კარში თუნდაც ბაზალეთის თემში გაიარონ გააჩაატარონ გამოკითხვა რამდენი ადამიანი ეთანხმება რომ მის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს ვიღაცა უცხოელი და მის ტერიტორიაზე ვიღაცა უცხოელის უპირობოდ გადავიდეს მიწის ფართობები და გაიგონ კაცო თუ ეთანხმება ხმათა უმრავლესობა კი ბატონო გაასხვისონ და თუ არ ეთანხმება ნება იბოძონ და დაიხიონ ახლა რაც იგეგმება რომ არც ეგ არ იციან სახრები და ჩაასახრებენ ასე ვთქვათ გაყიდიან თავიანთ მოქალაქეებს ან უცხოელებს ეგ თუ იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ არც ეგ არ იციან ჯაბა რომ ანუ რა იგეგმება მანდ უბრალოდ მე გამოვიტანე ეს და გავახმოვანე თორე მანდ არც არავინ არ იყო გამომტანი კონკრეტულად სანამ უშუალოდ макеტი არ გამოეკრებოდა იმ ადგილას მანდ მოსახლეობა უკვე ამსვლელი ბაზალეთის ტბაზე მომსვლელი დაინახავდა და გაიგებდა რაღაც თვალსაზრისით თორე მანამდე ამ ამბავზე ანუ ხმას არ იღებენ რა სიტყვიან მე გამყიდველი ვზივარ შიგნით და გარეთ გამოიტანს გარეთ